მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვაკეთებ GLS. ეს მისი ბოდიკეტია, აი ეს გადავშკულკეთ, გადავასუფთავეთ ზედა მხარე, იმის გამო რომ აი შტამპოვკები აქვს, რის გამოც ანუ ზოგი ანუ არის ესეთი მდგომარეობა, რომ ბევრი ამას ეგრევე შკურკავს, ეგრევე წებოს ასხავს და მე ეგრევე ღებავს, მე რის გამოც უბრალოდ აი ეს ზედა ჩამოსხმული ყალიბები რაც აქვს, უბრალოდ აი ეს ფორმები მე ძალიან უშნოდ ჩანს, აი რამდენად გამოჩნდება, აი ხო ხედავთ ზოლი როა რა. ანუ ეს არის ზუსტად აი ეს ზოლი ჩამოსხმული ყალიბის, რომელიც მე ირეკლავს, მიუხედავად შავ ფერზე უარესად ჩანს, ღია ფერზე კიდე შეიძლება. შავ ფერზე ძალიან ცუდად რჩანს, ეს ღარიბით რჩება, მოკლედ ზედ. ეს არის ზუსტად ის მანქანა, რადგან ეს ბოდიკეტი უნდა დადგეს. მოკლედ. რაც შეეხება კაპოტს, მოკლედ როგორც ყოველთვის ვიძახი შტამპოვკის კაპოტებს, რაც შეეხება, მდგომარეობა ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს ხოლმე. აი ესეთი მდგომარეობა აქვს, ხედავთ, აი ესე ჩაუვარდნილები აქვს და ეს ბორტები ძალიან უშნოდ არის გაკეთებული. აი აქაც უყურეთ რა მდგომარეობაში აქვს, თითქოს ნასწორები იყოს რა, ეს არის უბრალოდ აი შტამპოვკის ადგილები, თვითონ მანქანა რო პრესავს, აი ესეთ მდგომარეობაშია ფაქტიურად. ამ მანქანაზე მოიტანეს მეორე კაპოტი, ის ვაფშე უარეს მდგომარეობაში იყო. ნუ ეს ასე თუ ისე კიდე ფორმებში ზის, უფრო უბრალოდ პრობლემა აქვს აი ეს ბორტები, რასთანაც გვიწევს ახალ მუშაობა და ფორმების გამოყვანა რა. ფეჭემა იწვალეს და აზაზორეს. ძალიან რთულია მოკლედ ტაივანზე აწყობა, მიუხედავად იმის, რომ არაფერი არ ჯდება ზაზორებზე და ზაზორებში და სულ ასეთი მდგომარეობა კანტების ბოლომდე, ბოლოს, სადაც უკვე ზაზორი მთავრდება ანუ აქ და რისგანაც აი ეს პრობლემა აქვს ზუსტად. როგორც ხედავთ, აქ უბრალოდ ვერ იგებ უკვე მგვალია, ოთხკუთხედია, სამკუთხედია, ზუსტად აი ეს პრობლემები ახასიათებს ამ ტაივანებს რა. მაგრამ ჩვენი ლაშიკო და გიომ იწვალეს, დასვეს, ასე თუ ისე, ბევრად კარგად, ბევრად უკეთესად, რომ აიწყება შევეცდები გადავიღო, აწყობილსაც, თუ როგორ დგება ზაზორებში და როგორ ფორმაში მოვა მთლიანობაში ჩვენი ეს მანქანა და გადავიღებ განეხეთ, ხედავიწებ ამის დამუშავებას და ეტაპობრივ შევეცდები გადავიღო, რამდენადაც დამრჩება დრო. მოკლედ ესე რა, მე რეკოს ჩვენი ეს ლექსუსი უბრალოდ კაპოტს ველოდებით, კაპოტის პრობლემა აქვს, რომელიც უბრალოდ ეძებენ კაპოტს, აეხადა და ესე მდგომარეობა აქვს, მოკლედ გააფუჭა ეს კრილო, იმის გამო რომ ვიღაცამ გააკეთა და აი ზამოკები არ ქონა სწორედ დარეგულირებელი, მეორე ჩამკეტი არ კეტავდა ამას, გვერდილად ჩაიყოლა და რის გამოც აი ეს პრობლემა მოვიდა და დაილეწა ეს სლაბავოი, მოკლედ რა, ზაზოროში ფაქტობრივად არაფერი არ უზის ზაზორები არაფერი არ უზის ამანქანას, აი როგორც ხედავთ კიდე უკანა წაწეული, ანუ ეს წინა პანელი არის წინ წამოწეული, ხა ეს დანარტყამი ხო არ არის, რომ ლაბავოი გაფუჭებული რო იყოს, ანუ ეს უბრალოდ იმის პრობლემა, რომ ანუ აი ეს პანელი აქეთაა გამოსაწევი რა, უბრალოდ აი ესე ფარჩაკულად ბევრი აკეთებს, აბრალებს იმას, რომ მაინც ვინკოც უყურებენ და ბევრი არ დაიწყებს იმის ძებნას, რომ რა პრობლემა აქვს და რატომ არის ესე და მაგიტომაც ბიჭებმა გადაწყვეს თუ აკეთებთ, ანუ ეს პანელია გამოსაწევი წინო დაზაზორდეს ყველაფერი იდეალურად დაждდეს, რომ ამ პრობლემასთან ხელმეორედ აღარ დაუბრუნდეს ეს მანქანა მოკლედ რა. Так, მეგობრებო, ესა ჩვენი GLS-ის კაპოტი, როგორც თქვით, გავასუფთავეთ ოტ და დო, მოკლედ აი ესე. ეხლა წავუვსოთ შპაკლი იმ ადგილებში, რასაც ლაპარაკობდით, ანუ შტამპოვკის ადგილებზე, სადაც ითხოვს, სადაც მოითხოვს, მოკლედ დაგვუნდავდა ერთ-ერთ პატაპსაც კიდე გადავიღებთ და განახებთ დაწვრილებით მის მდგომარეობას. აი ეს სერვიზო ნომერი ორ გამოაჩინა ჩვენი GLS-ის. მოკლედ დავასრულეთ GL-ი, ნახოთ მის მდგომარეობა რა გამოგვივიდა. ეს მისი აკები. ესად მისი გავაკეთე. საშუალება გაქვს ჩართული ამოშრებამ, ყველგან მიწად მიუდგებიან, აწყობენ და ამასაც გავადანთ. Andrei Bibias.